მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავართ დავით ბულკოველი, კომპანია HD Forex-ის ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობას, დავიწყოთ ევრო-დოლარის წყვილით, სადაც ბაზარი ფაქტიურად იმყოფება 1.06 ნიშნულის გარშემო, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ნულოვანი ზონა, საიდანაც ბაზარი აიღებს აქცენტს, ანუ მოსალოდნელი არის, რომ თუ ვერ გაარღვია ბაზარმა 1.06 ნიშნული, უკვე გააგრძელოს აღმავალი სვლა პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, 1.08 ნიშნულამდე, ანუ შესაძლებელი აქ შეჩერდეს 1.07 ნიშნულთან, თუმცა იგი არ წარმოადგენს ძლიერ წინაღობა მხარდაჭერის ზონას, ამიტომ ველოდებით, რომ იგი ავა 1.08 ნიშნულამდე. Ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბაზარმა გაარღვია ორი მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, ეს არის 1.06 და 1.05 ნიშნული, მაშინ უკვე ველოდებით, რომ ბაზარზე მოხდება დაღმავალი მოძრაობა და შესაბამისად განვითარდება კვლავ დაღმავალი ტრენდი. და არ არის გამორიცხული, რომ ბაზარი გადალახავს უკვე ბოლო მინიმალურ წერტილს. რაც შეეხება ფუნტი დოლარის წყვილს, აქ ვიმყოფებით 1.25 ნიშნულის გარშემო, მთელი მოძრაობები მიმდინარეობდა ბოლო პერიოდის განმავლობაში 1.25-სა და 1.24 ნიშნულის შორის და შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომელი ნიშნული გაერღვევა. იმ შემთხვევაში, თუ გავარღვიეთ ჩვენ 1.25 ნიშნულის ზევით, ეხლა ვიმყოფებით 1.25-30 ნიშნულის ზევით და შესაბამისად თუ შევინარჩუნეთ ეხლანდელი პოზიციები, არ არის გამორიცხული, რომ ბაზარი წავიდეს უკვე 1.26-80 ნიშნულის გარღვევაზე და ფაქტიურად მივიდეთ უკვე 1.28 ნიშნულამდე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ 1.24 ნიშნული გავარღვიეთ ჩვენ უკვე ქვევით, მაშინ ველოდებით, რომ ბაზარი ჩამოვა მის მინიმუმამდე, ეს არის 1.19 ნიშნული. ჯერჯერობით ამ ეტაპისთვის ჩვენ ვიმყოფებით მთლიანობაში ფლეტში და აუცილებლად ეს არის გასათვალისწინებელი. რაც შეეხება დოლარ შვეიცარიულ ფრანკს, აქ ფაქტიურად ბაზარი იმყოფება 1.01 ნიშნულის ზევით და ერთგვარად გავჩერდით, აქაც ერთგვარი ფლეტი არის 1.01-სა და 1.02 ნიშნულებს შორის. შესაბამისად, თუ ბაზარმა გადმოლახა 1.01 ნიშნული უკვე ქვევით, მაშინ ველოდებით დაღმავალ საკორექციო მოძრაობას პირველ ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, პარიტეტამდე, ანუ 1 ამერიკული დოლარი, 1 შვეიცარიული ფრანკი და შესაბამისად ამის მიხედვით მერე განვაგრძობთ უკვე სვლას, საიდანაც გაარღვევს ბაზარი, ფაქტიურად იქით წავა. ძირითადად ნავარაუდევია, რომ ბაზარი უფრო გააგრძელებს ზევით სვლას, ანუ მოსალოდნელი არის, რა თქმა უნდა, 1.02 ნიშნულის გადალახვა და ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე ველოდებით, რომ ბაზარი მივა. შემდგომ უკვე წინაღობის დონესთან ეს არის 1.0250 ნიშნული. მისი გადალახვის შემთხვევაში უკვე 1.03 ნიშნულთან. რაც შეეხება დოლარი იაპონურ იენს, როგორც ხედავთ, აქ დაიწყო ძლიერი აღმავალი მოძრაობა, შესაბამისად ველოდებით, რომ იგი გაგრძელდება. ჩვენ ვიმყოფებით ამ ეტაპზე 1.14 ნიშნულის ზევით, ფაქტიურად გადავლახეთ ძლიერი წინაღობის დონე, ეს არის 113 ნიშნული და 114 ნიშნულის ზევით ავართ ახლა. შესაბამისად ველით, რომ იგი კვლავ გააგრძელებს მოძრაობას და პირველი ესეთი ძლიერი წინაღობა უკვე ჩვენ გველოდება 115-50 ნიშნულთან და ესეც თუ გადავლახეთ, ანუ ეს ფსიქოლოგიური ბარიერია ფაქტიურად, მარტო წინაღობის დონე არ არის და შესაბამისად ამ ნიშნულის გადალახვის შემდეგ უკვე ველით, რომ ბაზარი წავა ახალი მაქსიმუმისკენ, ეს არის 120 ნიშნული პირველ ეტაპზე და მეორე ეს არის 121-80 ნიშნული. არ არის გამორიცხული აქვე, რომ 113 ნიშნული ბაზარმა ქვევით გაარღვიოს და აქ უკვე მოხდება, რა თქმა უნდა, დიდი კორექციული უხუსლა და არც ის არის გამორიცხული, რომ ბაზარი ჩამოვიდეს 110 ნიშნულამდე, ფაქტიურად აი ამ ზონებამდე. რაც შეეხება ავსტრალიურ დოლარს ამერიკულ დოლართან, გადასული ვიყავით ბოლო ესე ვთქვათ, რამდენიმე თვის განმავლობაში უკვე ფლეტურ მდგომარეობაში, გამოვარღვიეთ მინიმალური წერტილი, გავაკეთეთ აი ამ მინიმალური წერტილის ერთგვარი რეტესტი, პლუს ამას მოხდა ისე, რომ გავაკეთეთ თვითონ ძლიერი დონის რეტესტი, ეს არის ფაქტიურად ეს ფლეტის ქვედა საზღვარი და ეხლა ვიმყოფებით
მიღებებით და აღმავალი მიმართულებით, შესაბამისად არ არის გამორიცხული, რომ ბაზარმა გაარღვიოს უკვე ეს მხარდაჭერის ზონა 0.73-80 ნიშნული და წამოვიდეს უკვე 0.79 ნიშნულისკენ, მაგრამ აქვე არის გათვალისწინებული კიდე ერთი ნიშნული, ეს არის 0.71-50 ნიშნული, ანუ ეს ბოლო მინიმალური დონე და თუ ეს გაარღვია, რა თქმა უნდა, უკვე ავიღებთ 0.79 ნიშნულს. იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა გააკეთა აქედან ასკლეტა პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ისე ველოდებით 0.73-80 ნიშნულამდე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბაზარმა ვერ გაარღვია, ანუ ვეღარ გადალახა ეს ზონა, მაშინ მოსალოდნელია რომ იგი შევიდეს უკვე ფლეტის საზღვრებში და განავითაროს აღმავალი სვლა უკვე 0.80 ნიშნულამდე, მაგრამ აქვე არის კიდე ერთი ნიშნული 0.75 ნიშნული, რასაც ჯობია რომ დავაკვირდეთ იქ რას იცავს თვითონ ბაზრი. ყველას გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, გმადლობთ ყურადღებისთვის.